მოგესალმებით ამ ვიდეო გაკვეთილში მე შეგასწავლით Linux Debian-ზე დაფუძნებულ ერთ-ერთ ოპერაციულ სისტემა Ubuntu 14.0 ვერსიას. ვიდრე უშუალოდ გადავიდეთ როგორ მუშაობს ის, როგორია მის ფუნქციონალი, მივუხილოთ მისი ისტორია. Linux წარმოადგენს მრავალფუნქციონალურ მძლავრ თავისუფალ საოპერაციო სისტემას, რომელიც Unix-ის მაგვარი საოპერაციო სისტემის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. საინფორმაციო სისტემა Unix შეიქმნა 60-იან წლებში კვლევისა და განვითარების ორგანიზაცია Bell Labs-ში. ამჟამად Bell ლაბორატორიაში AT&T თანამშრომლების ჯგუფის მიერ. Unix-ის შექმნისას გათვალისწინებული იქნა მისი მულტიპლატფორმულ საოპერაციო სისტემად ჩამოყალიბება. ან უნდა ყოფილიყო შესაძლებელი მისი სხვადასხვა არქიტექტურის მანქანებზე უპრობლემოდ მუშაობა. სწორედ მისმა მულტიპლატფორმულობამ განაპირობა Unix-ის უდიდესი პოპულარობა. Unix-ის პოპულარობასთან ერთად სხვადასხვა კომპანიებმა დაიწყეს Unix-ის ბაზარზე საინფორმაციო სისტემების შექმნა. შექმნის ისტორია არის ესეთი. Linux-ი არის თავისუფლად გავრცელებადი GPL ლიცენზიაზე დამყარებული საოპერაციო სისტემა, რომელიც შეიქმნა Unix მაგვარი საოპერაციო სისტემა Minix-ის გავლენით და არა მის ბაზაზე. მისი თავდაპირველი ვერსიის შექმნელია ფინეთის ჰელსინკის უნივერსიტეტის სტუდენტი Linus Torvalds-ი. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სტუდენტმა ახალი საოპერაციო სისტემა საკურსო ნაშრომის ფარგლებში შექმნა. Linux შექმნილია მრავალრიცხოვან Unix პროგრამისტთა და ინტერნეტის ქსელში მომუშავე ენთუზიასტთა დახმარებით. მასში არ არის გამოყენებული AT&T Unix პროგრამული კოდი, ასევე არც ერთი სხვა Unix პროგრამული კოდი. Linux-ის მეტი წილი პროგრამები შექმნილია GNU Free Software Foundation პროექტის ჩარჩოში, კემბრიჯში, მასაჩუსეტსში. თუმცა მის შექმნაში ასევე მონაწილეობა თითქმის მთელი მსოფლიოს პროგრამისტებმა მიიღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ Linux-ის ბაზაზე შექმნილი პროგრამების უმეტესობა არის ღია პროგრამული კოდი, ანუ ინგლისურად open source და ამასთან უფასოა. 0.01 ვერსიის Linux-ის გამოჩენისას არასდროს არ გაკეთებულა ოფიციალური განცხადება მისი შექმნის თაობაზე. 0.01 ვერსიის პროგრამული წყარო პროგრამის კოდის ნორმალური შესრულების შესაძლებლობაც კი არ იძლეოდა და მიუთითებდა იმაზე, რომ მომხმარებელი მიმართავდა Minix მანქანას. ეს მისი Linux კომპილირებისა თუ სრულყოფის შესაძლებლობას იძლეოდა. ეს გახლავთ მოკლე ისტორია ჩვენი ოპერაციული სისტემის, თუ სად ჩაეყარა საფუძველი, შემდეგ გაკვეთილებში გადავალთ უშუალოდ ფუნქციონალზე.